გამარჯობა ძვირფასი მაყურებლებო, მივესალმები ყველა ჩვენი არხის მაყურებელს და ვინც ჩვენ ვიყურებს. თუ მოგწონთ ჩვენი არხი გამოიწერეთ my video-ზე, როგორც YouTube-ზე, ასევე my video-ზე, იყავით ჩვენთან ერთად, გვიყურეთ და ჩვენ არხზე ნახავთ რაღაც საინტერესო ვიდეოს. ვიდეო გაგვეთილებს სხვადასხვა რაღაცების, ასე რომ ვთქვათ, განხილვებს და let's play-ებს my video-ზეს. და ახლა შემოგთავაზეთ ვიდეო, ასეთი გადავწყვიტე, აი ნახეთ რამდენ სიხდის დღეს დავდევი ესეთ ვიდეო, რამდენ სიხდის YouTube-ზე სინამდვილეში 1000 ყურებაზე და ყურებები წამოვიდა, ამიტომ ახლა გადავწყვიტე გავაკეთო ვიდეო ესეთი, ესე იგი შევადაროთ my video და YouTube ერთმანეთს, განვიხილოთ მოკლედ და პლუსები და მინუსები რა აქვს, ასე რომ ვთქვათ. Ну, თავისთავად my video-სთან შედარებით YouTube არის გიგანტი, შედარებით კი არ შეიძლება. Ну, საქართველოში my video არის ლიდერი. აი, აგერ top-ზე შედით, თუ გინდათ ნახეთ, my video არის პირველ ადგილზე, თითქმის ყოველთვის. პირველ-მეორე ადგილზე იკავებს პოზიციებს, ну, უმეტესად პირველ ადგილზეა ყოველთვის და საქართველოში არის პირველი საიტი ალბათ ვიდეო პორტალი my video. და არის ძალიან კარგი, ასე რომ ვთქვათ. და აი YouTube არის სოფლიოში თავისთავად დიდი გიგანტია, Google-ესი. და შედარებაც კი არ შეიძლება, ну ჩვენ უბრალოდ გავიხილეთ პლუსებს და მინუსებს რა აქვთ. ესე იგი 1000 ყურებაზე my video-ზე მიახლოებით გვაქვს, აგერ ამას განახებ სტატისტიკას. მაგნა გამოვითვალე მე მიახლოებით 1000 ყურებაზე გამოდის, ესე იგი ფორუმებზე წავიგიხდი ეწერა ვითომ არის 10 ლარიდან, სადღაც 70 ლარამდე მგონი არ მახსოვს ზუსტად, 1000 ყურებაზე არ დაიჯერეთ, ხო ეს წვილია. 1000 ყურებაზე არის მიახლოებით, ну ცოტა პლუს მინუს შეიძლება იყოს იგივე 25 თეთრი, მიახლოებით არის ლარი და 75 ლარი და 70 ლარი და 80, ასე რა. ну გააჩნია ალბათ რეკლამად, არ ვიცი როგორ აქვს უძაჭე my video-ზე. ну კაი მინუს პლუსი თქვით 50 თეთრი ლარი ნახევრიდან 2 ლარამდე მეც არ იძლევა არც my video. და YouTube-ზე არის საშუალოდ $. ну ახლა ნაჭუჭი დაბალია ფასი საერთოდ რეკლამის, და იმიტომ არის დაბალი თუ აქვს ნახე წინა ვიდეო. ესე YouTube-ზე რომ გადავიღე ეს ეგლებს ნახოთ, თუ არა აქვს ნახი. რამდენს იძლევა 1000 ყურებაზე და სლათ არის უფრო ასე რომ ვთქვა. ახლა მინდა ვარგოთ მინუსებს და პლუსებს. ესე პლუსი my video-ს პლუსები არის რა. არის მთლიანად ქართული. და არის პირველ რიგში ქართული საიტი, ეს არის პლუსი. პლუს აქვს ფილმებიც, ტელევიზია, ну ბევრი რაღაცები, ну ბლოგერებისთვის ვამბობ, უფრო ახლა განვიხილოთ ბლოგერებისთვის რა აქვს my video-ს პლუსი. ესე იგი my video-ს პლუსი აქვს ის, რომ რაც აქვს ვიდეოს ყურებები, თითქმის 90% ყურებაში ითვლება და შეიძლება მეტიც კი. ну საშუალოდ ვთქვათ 90% ყურებაში ითვლება. ეს არის my video-ს პლუსი და YouTube-ს მინუსი არის ის, რომ მაგალითად თუ გაქვთ თქვენ არხზე 4000 ყურება, 4000 ყურებიდან ესე კომერციული ყურებაში გეთვლებათ, ხოლო 1000 ყურება. ესე ფაქტურად უფრო მეტ ფულს შოულობთ. თუ შოულოს არის ბლოგერი, ასე რომ ვთქვათ, უფრო მეტ ფულს შოულობთ ყურებებზე, my video-ზე. 4000 ყურებაში my video-ზე გვაქვს მიახლოებით 6 ლარი, ასე რომ ვთქვათ, საშუალოდ და იქ გვაქვს $1, ხო? 4000 ყურებაზე, იმიტომ გვეთლება 1000 ყურება, 4000 ყურებაში მიახლოებით საშუალოდ სტატისტიკით არის 1000 ყურება, კომერციული და 3000 არაკომერციული. გვითვლით 1000 ყურებას, 1000 ყურებაში არის $1, ამ რუჩ კურსი, ну, ვთქვათ, $2.5, ამიტომ my video-ს ამაში აქვს პლუსი. ერთი პლუსი რა აქვს my video-ზე? კიდევ my video-ზე როცა ვიდეოს პლუსიც არის და მინუსიც, ასე რომ ვთქვათ, my video-ში. რომ დადებთ ვიდეოს რა, რომ ვთქვათ, ესე ყურებები აქვს მიახლოებით პირველი 2-3 დღე ვიდეოს და მერე ვიდეო ხტება, ასე რომ ვთქვათ, თუ აღარ აქვს იმდენი ყურება, ну 3 დღის მანძილზე თუ აქვს ყურება აქ და აქ, ასე რომ ვთქვათ. ეს არის პლუსი, რომ 3 დღე აქვს ყურება, მაგრამ მინუსი არის, რომ მერე აღარ აქვს ყურება. ამიტომ YouTube აი ეს მე მიმაჩნია რომ ჯობია, იმიტომ რომ შეიძლება ვიდეო დადო და ამ ვიდეოს საერთოდ არ ქონდეს ყურება
მყარი იყოს ვიდეო ასე რომ თქვა შეიძლება იყოს 1-6 თვე და შეიძლება კიდეც იყოს მყარი 1 წელი მაგრამ რაღაც გაიქაჩება ვიდეო შემდეგ კი შეიძლება 1 წელის და 2 წელის კონდეს ყურებები და იმდენი გაშოვიოთ რომ რა ვიცი ასე რომ თქვა მივხვდით ალბათ ის თქვენს მინდა YouTube-ზე იქაჩება გვიანს ყურება შეიძლება 10 ყურება კონდეს ვიდეო როგორ აქტებს პოპულარულებში რა YouTube-ზე სტატი აგიხსნით ახლა ესე ყურება როდესაც რომელი ვიდეოებსაც აქ თავიდან ბოლომდე 50%-ზე მეტი ყურება იმ ვიდეოს ავტომატურად ტყრის ესე იგი აი ასე რომ თქვა ჩავთავ ახლა ერთ ვიდეოს აი აქ რა მსგავსი ვიდეოებში აი აქ ყრის შემდეგ იმ ვიდეოებს რომელსაც აქ სხვა არხის ვიდეოებს ასე რომ თქვა და ხტის თქვენ ვიდეოს პოპულარულს აი ვიდეოს აქვს პირველი 2-3 დღეა ყურებები და აქ შეიძლება 1-2-3 დღე საერთოდ არ გქონდეს ყურებები ეს არის მინუსი YouTube-ის მაგრამ სამაგეროს რომ დაეწყება ვიდეოს ყურებები მიდის და მიფრინავს რა ასე რომ ვთქვათ შეიძლება 1 წელი გქონდეს სულ ყოველთვის ყურებები ნუ საშუალო დონეზე რაღაც დადგება გასწორდება ასე რომ ვთქვათ და მიდის და მიდის აქვს ყურებები რა 1 წელი 2 წელი მაქვს აი ეს არხი რომ არის და ვიცით ამიტომ გვიგნებით სტატისტიკას უყურებ ვიდეოების, ზავას გაიქაჩება ვიდეო, 1 წელი აგვე თითქოს გაკაჩულებია ვიდეოები და აქ და აქ ყოველ დღე ერთნაირად ყურები, ან 20,000, 15,000, ასე რომ. და მაი ვიდეოზე იმითი არის, კაი, რომ ჩავდოთ ვიდეოს 1-2-3 დღე ყურები და სამაგერად მინუსი არის ის, რომ მე აღარ აქვს ყურებები, ეს არის ერთი. ახლა თუდი საიტი არც ერთი არ არის, ორივე კარგი საიტი არის და ახლა თავისთავად საიტების შედარება არ შეიძლება კიდევ ვიტყვი რომ ეს არის ძალიან დიდი გიგანტი საიტი YouTube-ზე, თქვენ სოფლიო უყურებს და მაი ვიდეო არის სამაგერად გიგანტი, სამაგერად საქართველოში არის, ასე რომ ვთქვათ, არის ძალიან კარგი საიტი, სულ არ ვიტყვი, ერთი ყველაზე დიდი მინუსი აქვს მაი ვიდეოს რომ დობენ Adobe ხარს, ასე ვთქვათ, შეიძლება პლატფორმა არ იყოს, მაგრამ ალბათ ნახულობთ თითქმის პორნო ვიდეოებს Adobe-ებენ, ასეთი არ შეიძლება კი უწერიათ ჩატვირთ ვიდეოს, თუმცა მაგზალულია კანონით რაღაცა, მაგრამ ხალხი მაინც უწამოს არ აქვს მე ყურადღებას, რატო არ ვიცი. ეს არ შეიძლება, ამიტომ ალბათ ვინცაც ყავთ ბავშვები, თქვენ წარმოიდგინეთ რომ მაი ვიდეოზე ნამდვილად არ დააჭენთ ბავშვს, არ აყურებთ ვიდეოებს ამის გამო, რომ ერთმანეთს იქ რა ვიდეოს ნახავთ რა, ასე რომ ვთქვათ. და YouTube-ზე ასეთ ვიდეოს თითქმის ვერ ნახავთ. ნუ ცოტა რაღაცები არის, ასე რომ ვთქვათ. ადევს +18, მაგრამ სასწავლი რაღაცები, როგორც მაი ვიდეოზე დევს, ისეც ვერ ნახავთ, იმიტომ ასეთ რო დადოთ YouTube-ზე, ის ხომ არის კიდევ ეს თქვენ საინტერესო იქნება ასეთი როგორც კი დადოთ რამე პორნოს ნასახიერ ვიდეოს, ასე რომ ვთქვათ, YouTube-ზე სრაზუ იბლოკება არხი, აღარაფერი აღარ შეეძლებს თქვენ არხს, ასე რომ ვთქვათ. და მაი ვიდეოს თუ შემეიტანს ამას და აკრძალავს საერთოდ ამ პორნო ვიდეოებს და ამოშლის თავის ვიდეო ბაზიდან, იქნება ძალიან კარგი. ამიტომ ნამდვილად ქართული არის საიტი, ქართული საიტი არის და ამიტომ მე ასე მგონია ჩემი აზრით ამ პორნო საიტებს შემეშალა გოდიში ამ ვიდეოებს თუ ამოშლის, იქნება უკეთესი და უფრო მეტი მაყურებელიც ექნება კიდევ. და ასე შემდეგ მინდა პორნო ვიდეოებისთვის ალბათ არის თავის საიტები და ვისაც უნდა უყურება შევა და იქ უყურებს რა, ასე რომ ვთქვათ, აქ უნდა იყოს ამ ხელა პორტალზე ასეთ ვიდეოებს Adobe-ებენ რა, ახლა არ ვანახებ იმ ვიდეოს, ნუ დებს ალბათ ყველამ ვიცით. ეს არის ძალიან დიდი მინუსი, ნუ ჩემი აზრით, ზოგ შეიძლება უნდა ალბათ ვიდეოები და უყურებს არ ვიცი მე. და ამისთვის კიდევ უნდა არის სპეციალური საიტები და უყურეთ იქ რა გინდათ მაი ვიდეოზე პორნო საიტებს გვიძლია თუ შემოდიხარ არ ვიცი. ვიდეოებს გვიძლია თუ შემოდიხარ და აი ეს არის ჩემი აზრით ყველაზე დიდი მინუსი, რომ ასეთ ვიდეოებს Adobe-ებენ ხალხს არ ბლოკავენ. დანარჩენში ყველაფერში მომწონს არის ძალიან კარგი. თუ გაქვთ არხი YouTube-ზე, გირჩევთ გახსნათ არხი აი ვიდეოზეც, ერთი-ორი კაპიტიდან შემოგივათ. და არა, იმიტომ რომ არის ასეთი კატეგორია ხალხიც ვიცი, რომ აი ვიდეოზე შედის უფრო და YouTube-ზე საერთოდ არ შედის. ნუ ალბათ ვერ მიეჩვენ YouTube-ს თუ რა ვიცი, ვერ გეგულებენ იქ. როგორ მოძებნონ ვიდეო და ყურებები იქაც იქნება აქითაც და კლიანობაში ორივე კარგი საიტია ძალიან ასე ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში და ეს იყო რა სულ შედარება იყო ნუ ახლა რო ვილაპარაკოთ შეიძლება გაგვიწევდეს ძალიან ლაპარაკი მოკლედ ალბათ გაიგეთ შინაარსი მინუსები ცოტა რაღაცეები
რა მე რას ვიცი თქვი, ჩემი მოსაზრება. ეხლა იქ მშვიდობებით, აბა დროებით, თუ მიგეძნათ ვიდეო და ლაიქეთ, იყავით ჩვენთან ერთად. ნაპატრულე